მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში სასტუმრო ქორთიერთ პერიოდში გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებაზე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებმა და უნივერსიტეტებმა სხვადასხვა ტექნოლოგიური გამოგონებები წარმოადგინეს. გამოფენის მიზანს განათლების სფეროში არსებული ტექნოლოგიური შესაძლებლობების ჩვენება და ამ მიმართულებით ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიღება წარმოადგენს. კონფერენცია კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. აქ არის წარმოდგენილი ძალიან ბევრი პროდუქცია. ერთ-ერთი არის შემეცნებითი რობოტოტექნიკა, მეორე არის ვირტუალური ლაბორატორიები და რეალური ვირტუალური ლაბორატორიები. თითოეულს თავის დანიშნულება აქვს და ყველა შემეცნებით ხასიათს ატარებს. ვინაიდან ეს ყველაფერი არის პრაქტიკაზე დაფუძნებული, თითოეული მოსწავლე ძალიან მარტივად და ძალიან სიღრმისეულად ეუფლება კონკრეტულ ზონას. ეს იქნება ელექტრონული ინჟინერიიდან თუ ფიზიკის ელექტრონიკის ნაწილიდან.